დაბრუნდებით სტუდიაში. აბაშის ხეობაში სოფელ ინჩხურსა და გაჭედილს შორის ერთი საოცარი ადგილია, რომელსაც ოფუცხოვლეს უწოდებენ. სწორედ აქ მდებარეობს სილამაზით განთქმული მარტვილის კანიონი. ამ ადგილას მგზავრებს უსაფრთხებოდნენ, თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ. ამიტომ ადგილობრივებმა ამ მონაკვეთს ოფუცხოვლი, ანუ სწრაფად გასარბენი დაარქვეს. ნახეთ გიორგი მანჯავიძის და ლაშა მამულაშვილის საავტორო რეპორტაჟი მარტვილის ხეობიდან. ეს ჩვენი მოგზაურობის დასაწყისი მარტვილის გოჭყადილის კანიონში და აქ მეგზურობას გაგვიწევს ლევანი. გადაღება შეიძლება? მარტვილის კანიონის ამ ტურისტული მონაკვეთის სიგრძე გახლავთ 750 მეტრი. ამ მანძილის განმავლობაში თქვენ შეხვდებით რამდენიმე ჩანჩქერს, მათ შორის დინოზავრის ნაკვალევებს, ულამაზეს ხედებს და ულამაზეს ბუნებას. ასე რომ, ვისაც არ გინახავთ აქაურობა, გადადეთ ყველაფერი და ნახეთ აუცილებლად ეს საოცრება. საოცარი სანახაობაა, რაღაც გონია თავი პრეისტორიულ ხანაში. ესეთ შეგრძნება მაქვს, რომ სპილბერგის ფილმში ვართ ახლა ამ წუთას და საიდანღაც დინოზავრი უნდა გამოხდეს. საოცრებაა აქაურობა. მარტვილის კანიონი. ეს ბოლო წერტილია, სადაც ტურისტებს მოსვლა შეუძლიათ. ამბობენ, რომ აქ სიგრძე 13 მეტრია, თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ამ შანსს ხელიდან ვერ გავუშვი. 1, 2 და 3. ეს უცხოელი ტურისტები თუ ადგილობრივები უფრო გულახდილად მითხარია რა. არა, ქართველების და უცხოელი. არა კლებდნენ ესე. მაგრამ უცხოელები შედარებით უფრო ნაკლები. ანუ ისევ ჩვენი ამბავია. Добро пожаловать, друзья. ესე იგი თავადებისა და მეფეების შემდეგ აზნაური მანჯავიძის ჯერიც მოვიდა. აბა თქვენიცი. ბრუნდებით სტუდიაში შემოგვერთა რეპორტაჟის ავტორი გიორგი მანჯავიძე. გიორგი, მოგესალმები, მადლობ რომ დაგვეთმეთ დრო და პირველი რაც ესე თვალშისაცემი და აშკარა იყო, ეს არის ნარჩენები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ამავდროულად ის ნარჩენები, რომელსაც ტურისტები როგორც ჩინაურები, ისე გარეულები, როგორც აღმოჩნდა, ტოვებენ ადგილზე. ვინ არის? ან რა რეაგირება მოხდა გამგეობისგან? არის თუ რა რაიმე კონკრეტული გეგმა ამასთან მიმართებაში? სამწუხაროდ პასუხი ვერაფერზე ვერ გავიგეთ რა. იმიტომ რომ ჩვენ სანამ წავიდოდით თქვათ მარტვილში ცოტა ხნით ადრე, რამდენიმე ხნით ადრე გქონდა თქვათ ინფორმაციები, რომ იქ ნაგვით იყო იქაურობა სავსე და ასე შემდეგ.
ეს მარტვილის კანიონი ორ ნაწილად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი არის, სადაც თქვათ ნავებით გადაადგილდები და მეორე ამ დადიანების საბანაო ადგილს, რომელსაც ეძახიან. იქ სადაც ნავებით დადიხარ, მეტნაკლებად ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან არის ეს მოგვარებული, როგორც თვითონ გითხრეს, თქვათ იმ ნავის საფასურს, რასაც იღებენ, იქიდან იხდიან ნაგვის დასუფთავების სამსახურს, თვითონ აგვარებენ ამას, რომ მიქავრობა დასუფთავდეს და პლუს არ აძლევენ თქვათ არავის საშუალებას, რომ ბოთლები შეიტანონ კანიონში. აქეთ ამ მხარეს უკვე, თქვენ თავადაც ნახეთ რაც ხდება და ეს არის კატასტროფა. სხვა არის თქვათ საჭმელების ნარჩენები, კიდევ თქვათ ეს მეტნაკლებად მოგვარებადია, ბუნება მიხედავს, მაგრამ პოლიეთილენის ბოთლები არის კატასტროფა და ასეთ სილამაზეში, ასეთი ნაგავი, არ ვიცი, აი ჯოჯოხეთში ხვდები 60-დან უცებ ესეთი პარალელი რო გავაკეთე. ნარჩენებთან დაკავშირებით რამდენადაც ჩემთვის გახდა ცნობილი შენს წინა რეპორტაჟს მოყვა გარკვეული გამოხმაურება, რა ტიპის გამოხმაურება, ესე კონკრეტულად რომ გითხრათ. ეს თქვათ ნოქალაქებზე და სენაკის რაიონზე ვსაუბრობთ, მას შემდეგ რაც ჩვენი რეპორტაჟი გავიდა სენაკის რაიონის, სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა უშუალოდ ჩაატარეს ასეთი აქცია, ჩავიდნენ ნოქალაქებში და დაასუფთავეს იქ. კი ბატონო. თანამშრომლები. კი ბატონო, შეუერთდა ადგილობრივები თუ არ არის ეს უკვე შენთვის? ეგ უკვე აღარ ვიცი, სადაც ხარ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ შემთხვევაშიც ანალოგიურად განვითარდება სცენარი. კარგი, კანიონის ნახვა რით არის შესაძლებელი? ნავით მხოლოდ თუ არის გარკვეული თქვა ტრანსპორტი კიდევ დამატებით? ის ნაწილი, რაც გითხარით, სადაც ნავით გადაადგილდებიან, ნავით ან უნდა გაცულო შენ თვითონ ან შენი ნავით უნდა ჩახვიდე იქ. ანუ ადგილზე არც ამის საშუალებაც არ არის, თქვათ, ფუფუნებადი თვლება, თუ შეიძლება ასე თქვას, ანუ ნავებიც არ ყავთ, იმისთვის რომ ნავები ყავთ, საკმაო რაოდენობით ნავები ყავთ, უბრალოდ აქირავებენ თუ აეროპორტში. აქირავებენ, თვითონ მიყავთ. თუ გახსოვს ნავი არის 60 ლარი. რამდენი საათი 10 წუთი თუ როგორ? ნახევარი საათი არ ჭირდება იმ დროის გავლას რა. გაცილებით ნაკლები 750 მეტრია და ძალიან ორი ადგილია, სადაც ფეხით უნდა გადახვიდე. 60 ლარი ნახევარი საათი თუ რამდენი ხანი? დაახლოებით 40 წუთი ასე ვთქვათ რა. იქით რაც პრინციპში ესეთი თუ ადამიანზე რო გაყო შეიძლება დიდი თანხა არ გამოდიოდეს, მაგრამ თუ ოჯახით ჩადიხარ, მაგ შემთხვევაში იქ ნახე ძალიან ბევრი და 2-3 ნავი თუ დაგჭირდა. კი. მაგ შემთხვევაში ცოტა გიდებთან მიმართებაში თქვათ რა მდგომარეობა? არიან არსებობს რაღაც კონკრეტული მომსახურება თუ ერთიორლა ადამიანი არის, რომელიც რაღაცებს გთავაზობთ, მაგრამ უშუალოდ იმ ადგილას, კანიონში, ასე ვთქვათ, თვითონ ის მენავე გიწევს, ასე ვთქვათ, გიდობას რა, რაღაცას თუ გითხავ. თუმცა მე ნაკლებად შემხვდა იქ ადამიანები. არის ეს კომპანია თუ რაღაც არა, ადგილობრივი მოსახლეობა, ეს არის ორი სოფელი იმ რაიონის, სადაც ეს ამბავი ხდება და მორიგეობით არიან, ვთქვათ, ერთი დღე ერთი სოფელია, მეორე დღეს მეორე სოფელია და ეს არის როგორც მithres მათი შემოსავალი. არაფერი. რა ხდება მიმართულებით? სამწუხაროდ სადაც ჩავედით, ყველგან ერთ და იგივე დაგვხვდა. არაფერი მსგავსი არ არის რა. არ არის არც კვების ობიექტები ისეთი, რომელიც თქვა გამართული იქნება და ცოტა მოწესრიგებული და ლამაზი ხელდახელ გაკეთებული რაღაცები ხდება, რომელსაც თავად სოფლის მოსახლეობა რაღაცებს აკეთებს, ყავა და აქვთ და ელემენტარული რა. მაგრამ საკეიფო ადგილები არის ოხრად. და სად იქნება შემდეგი გაჩერება? ჩვენ გეგმავთ ისევ მარტვილში ჩასვლას, იმიტომ რომ როგორც იქ ადგილობრივმა ერთ-ერთმა ადამიანმა მითხრა, მანახებს არ ნახულს სილამაზეს იმაზე უფრო მეც, ვიდრე არის თქვათ მარტვილის კანიონი და მითხრა რომ ეს არის ლეგენდების სავსე ხეობა. ნახოთ. კარგი, დაგელოდებით, გელოდებით. გიორგი მანჯავიძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში, ასეთი იყო 21 სექტემბრის 20:30, რამდენიმე წუთში GDS-ზე ყველაზე გემრიელი კომედია მზარეულები გელოდებათ. მესამე სერია, ჩვენ კი ერთმანეთს უკვე შეხვდებით ხვალ 20-სა და 30 წუთზე, მშვიდობიან ღამეს გისურვებთ დროებით.